იმედზე დავით მაღლაფერიძესთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთისაიპი ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი, ახალი თანამედროვე სადგურებით და რასაკვირველია მოლოდინი იმისა, რომ სიტუაცია ამ მხრივ ბევრად უფრო ზუსტ მონაცემს განსაზღვრავს და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ სრულყოფილი დაახლოებით მიახლოებული იმ სიტუაციასთან, რაც არის ახლა მთელს მსოფლიოში, იგივე სტანდარტებით ჩვენს ქვეყანაშიც იმუშავებს. მონიტორინგის ევროპული მოდელი უკვე ფუნქციონირებს ჩვენთან, 8 ახალი სადგურია და ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი ჩვენ სტუმართან, შემოგვერთა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე. მოგესალმებით, კალტონ მარინე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ვიდრე ეთერში შევიდოდით, ძალიან საინტერესო ისტორიული ექსკურსი გავაკეთეთ. მე დამაინტერესა წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა ამ ინფორმაციის შეგროვება, ვიდრე თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ, რომელმაც ალბათ ბევრად უფრო გაამარტივა ეს პროცესი, ბევრად უფრო სანდო გახადა და მიახლოვა ის ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისად თქვენ სპეციალისტებს ბევრად უფრო გაგიადვილდათ ამ კუთხით მუშაობა. საინტერესო მანამდე როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, რამდენად ზუსტი იყო ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე თავისთავად, რომელიც აჩენს ახალ გარემოებას, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენ როგორც ძალიან აქტუალურია ეს თემა, რა თქმა უნდა, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ მსოფლიოში უმეტეს ქვეყნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხი, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ. და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გქონდეს გამართული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგის სისტემა, რომელიც მოგცემს სრულყოფილ ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება საშუალება დაიგეგმოს ღონისძიებები, თქვათ, არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ზოგადად გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია, როგორც აღნიშნეთ ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ეს ხანგრძლივი პერიოდის ისტორიას ითვლის, შეიძლება ითქვას, დაიწყო გასული საუკუნის სადღაც 60-იან წლების ბოლოდან. მოგეხსენებათ, მაშინ ერთიანი სისტემა იყო, საბჭოთა სისტემა მარტივად რო ვთქვა და იმ მეთოდოლოგიებით ხდებოდა ეს მონიტორინგი. სხვადასხვა ქალაქებში იყო განთავსებული ჯიხურები, ყოველგვარ ავტომატიზაციაზე, რა თქმა უნდა, საუბარი ზედმეტია, იყო დამკვირვებლის, ასე ვთქვათ, პოზიცია, რომელიც გარკვეულ საათებზე შედიოდა ამ ჯიხურს გააღებდა და გარკვეული ხელსაწყოებით იღებდა ატმოსფერული ჰაერის სინჯს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო იმ დროის, იმ წუთის მდგომარეობაზე საუბარი, ეს მერე სინჯი უნდა წასულიყო ლაბორატორიაში. ლაბორატორიაში ტარდებოდა ანალიზები და უკვე შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ დაიდებოდა ხოლმე, ასე ვთქვათ, შედეგი რა ხდებოდა, აი ვთქვათ, გასული დღის ამ საათებზე. როგორც აღნიშნეთ, უკანასკნელ წლებში უკვე თვისობრივად შეიცვალა თვითონ მონიტორინგის, ასე ვთქვათ, მიდგომები. ესე იგი, ურბანულ განვითარებასთან ერთად, ხო, სამყაროს განვითარებასთან ერთად, რასაკვირველია, აქაც იცვლება სიტუაცია. თავისთავად 60-იანი წლების მაჩვენებელი და დღევანდელი მაჩვენებელი განსხვავებული იქნება. ახლა ფაქტობრივად ადამიანი ფეხით აღარ გადაადგილდება, მას მინიმუმ ერთი ავტომობილი მაინც ყავს. თავისთავად ეს ხვდებით, რომ გარკვეულ გამოწვევებს ქმნის ატმოსფერული დაბინძურების კუთხით. დღეს რა მაჩვენებელი აქვს, თქვათ, ცივილიზებულ მსოფლიოს ამ კუთხით და რატომ ხდება, რომ მსგავსი ტიპის, თქვათ, პრევენციული ნაბიჯების გადადგმა უწევს თქვენაერ ინსტიტუციებს იმისთვის, რომ სრულყოფილად ვფლობდეთ, თქვათ, ინფორმაციას ამ კუთხით. რა მაჩვენებელია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ხედავთ ხოლმე, რომ მთელი მსოფლიო, ვთქვათ, გარკვეულ, ვთქვათ, მინიშნებებს, ვთქვათ, სიგნალს გვაწვდის, რომ რაღაცნაირად უნდა გავითვალისწინოთ, მივიღოთ ის რეალობა, რა რეალობაშიც ვართ და COVID-მა ვფიქრობ, კარგად დაგვანახა ეს პერიოდი, კიდევ უფრო მძაფრად, ისე და ამინდიც კი შეიცვალა, როდესაც, ვთქვათ, გარკვეული წარმოებები გაჩერებულიყვნენ და ამ კუთხით სხვა რეალობაში აღმოჩნდით, რა გამოწვევებია არსებობს
არსებობს სოფლიოს კუთხით და აი ჩვენთან როგორ არის ეს სიტუაცია რო ახსნათ. დიახ, თქვენ ძალიან სწორად განეთ, სწორად აიყვანეთ ეს საუბარი, იმიტომ რომ ყველა ასე ვთქვათ ქალაქს თუ ზონას აქვს თავისი გამოწვევა, ხო შეიძლება ერთ ქალაქში ტრანსპორტი იყოს მართლაც ძირითადი დამაბინძურებელი, მეორეში ინდუსტრია, ვთქვათ, იგივე სამრეწველო საქმიანობა. შესაბამისად, დღეს ქვეყანა დაყოფილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და მართვის მიზნით ზონებად და აგლომერაციებად. საქართველოში არის გამოყოფილი აღმოსავლეთის დასავლეთის ზონა, ცენტრალური ზონა, მაღალმთიანი და შავი ზღვის ზონა, ასევე ცალკეა თბილისის აგლომერაცია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენ გასული წელი, როდესაც ჩვენ მიმდინარეობდა პროექტი გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი მონიტორინგის ქსელი ერთ წელიწადში გაორმაგდა, ანუ დღეს ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს ყველა ზონასა და აგლომერაციაში და ჩვენ გვაქვს ქალაქებში 5 სადგური გვაქვს დედაქალაქში, 2 სადგური გვაქვს ქალაქ რუსთავში, ასევე 2 სადგური ბათუმსა და ქუთაისში და ასევე დავიწყეთ გასულ წელს პირველად აი ამ თანამედროვე მონიტორინგის შესაბამისი მოთხოვნების შესაბამისი მონიტორინგი მესტიაში, ახალციხეში, ზუგდიდში და თელავშიც. ანუ აი ესე გაფართოვდა ჩვენი ქსელი დაფარა პრაქტიკულად გეოგრაფიულად მაქსიმალურად საქართველოს რეგიონები და ასევე უნდა ვთქვათ, რას წარმოადგენს ეს სადგურები. აი ვიდრე სადგურების ვთქვათ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ, საინტერესოა ეს ლოკაციები კონკრეტული, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რა კრიტერიუმებით ირჩევა, ვთქვათ, რომ ავხსნათ. მადლობა, ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ჩდება ხოლმე, ბუნებრივია და უჩნდებათ კითხვა, რომ რატომ ამ ქალაქში, ამ ადგილას და არა, ვთქვათ, სხვა ლოკაციაზე. ჩვენ გვაქვს საგზაო რუკა, გზამკვლევი გაკეთებული, რომელიც შემუშავდა ევროპელი ექსპერტების მიერ და არსებობს სპეციალური კრიტერიუმი დამტკიცებული ეროვნული უკვე კანონმდებლობითაც რეგლამენტი, რომელიც ადგენს ზუსტად მოთხოვნებს, სად უნდა იზომებოდეს, რა პარამეტრები უნდა იზომებოდეს და რა ადგილას უნდა იყოს განთავსებული ეს სადგური. აი არსებობს ფონური სადგურები მაგალითად. აუცილებელია ვფლობდებთ ინფორმაციას შედარებით სუფთა ადგილის იმისთვის რომ შევადაროთ თუნდაც უფრო დაბინძურებული ლოკაციასთან მიმართებაში რამდენად არის სხვა ადგილი დაბინძურებული. შესაბამისად აი ამ კრიტერიუმებით თავსდება, ეხლა ჩვენ უმეტესად გვაქვს ფონური სადგურები, ასევე გვაქვს საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული სადგურები, მაგალითად დედაქალაქში ვიტყვი წერეთლის გამზირზეა, რომელზეც მოგეხსენებათ ძალიან ინტენსიური მოძრაობა. ასევე აი ქალაქებში სადაც ორ-ორი სადგური ვთქვი, აი ამ მიდგომით არის რომ ერთი იყოს ფონური, ერთი საგზაო მოძრაობაზე ორიენტირებული სადგური. გარდა ამისა, უნდა და ეს სადგურები პირველი ჯერ ეს ამათზე რომ დავათავროთ საუბარი, ზომავს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც ჩვენ გვევალება ტექნიკური რეგლამენტებით, ეს არის მყარი ნაწილაკები, აზოტის და გოგირდის დიოქსიდები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი და ასევე გარდა აი ამისა, ანუ როგორც თქვით, ახლა 8 ქალაქში გვაქვს ეს სადგურები განთავსებული, ცხადია საჭირო ვფლობდეთ მეტ ინფორმაციას და გარემოს ეროვნული სააგენტო წელიწადში 4-ჯერ ატარებს ინდიკატორულ გაზომვებს უკვე 30 ქალაქში. ეს ინდიკატორული გაზომვები არის მცირე ზომის მილაკები, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში განთავსდება ხოლმე სხვადასხვა ლოკაციებზე, შემდეგ უკვე ლაბორატორიაში ხდება ანალიზები და შედეგებით ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება ვიმსჯელოთ ამ შემთხვევაში სამ დამაბინძურებელზე, ეს არის აზოტის დიოქსიდი, ბენზოლი და ოზონი და აი ამ ქალაქებში ინდიკატორულსაც ამავე პრინციპით ვახორციელებთ, ერთი შედარებით სუფთა ფონურ ადგილას, მეორე იქ, სადაც უფრო მოსალოდნელია იყოს მეტი დაბინძურება და ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, ინფორმაციას გვაძლევს ასეთი სახის მონიტორინგი და შეგვიძლია ვთქვათ, რაც გაინტერესებდა თქვენ, ნამდვილად ფიქსირდება იმ ქუჩებზე, სადაც არის ვთქვათ ინტენსიური მოძრაობა
გარკვეულად აქ აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება შეიძლება იყოს პრობლემური, რადგანაც ეს უშუალოდ დაკავშირებული ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთან და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აი ამ შედეგებზე დაყრდნობით უკვე შემდეგ იწყება ხოლმე ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების მომზადება და ზუსტად იმის მიხედვით, რაც გამოიკვეთება იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, როგორ გაუმჯობესდეს კი ბატონო, აი ტენდენცია როგორია საინტერესოა ქალბატონო მარინე, თქვენ ახსენეთ რომ 4-ჯერ აკეთებთ ამ მონიტორინგს, ალბათ სეზონურობას გულისხმობთ აქ. თქვა თუ შეიძლება იმგვარი სურათი დავინახოთ, რომ კონკრეტულად თქვა ზაფხულში უფრო მაღალია დაბინძურება ვიდრე ზამთარში. ანუ ამინდის და კლიმატის ცვლილება, თქვა მოქმედებს თუ არა ამ დაბინძურების მაჩვენებლის ხარისხზე. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ურთიერთდაკავშირებულია აბსოლუტურად. ანუ შეიძლება ერთ და იგივე ლოკაციაზე ერთნაირი დაბინძურების შემთხვევაში სრულიად სხვა სურათი გქონდეს სხვა მეტეოროლოგიური პირობების დროს და სრულიად სხვა განსხვავებული მეტეოროლოგიური პირობების დროს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ, შედეგები დამოკიდებულია სწორედ ამ მეტეოროლოგიურ პირობებზე და სადგურებზე ასევე ჩვენ ზომავთ ჰაერის ტემპერატურას, ქარის მიმართულებას, სიჩქარეს და ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ნალექებით ამ კუთხით. და ზოგადად ეხლა რა თქმა უნდა ზუსტად ამაზეა დამოკიდებული როგორი ზაფხული გქონდა, ან როგორი ზამთარი გქონდა და უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. შეიძლება ბევრმა იცის, ბევრმა არა და ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქვეყანაში დღეს არის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი AirGov.g, სადაც ეხლაც რომ შევძანდეთ, თქვენ ნახავთ ყველა ინფორმაციას, რასაც მონიტორინგი გვაწვდის, ასევე სხვა ძალიან საინტერესო ინფორმაციას ჰაერთან დაკავშირებით და ეს სადგურების მონაცემი განახლებადია ყოველ ერთ საათში. ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს არის ძალიან მარტივი ფორმით, ანუ აქ არ არის კონცენტრაციები მიკროგრამი მეტრ კუბში, რაც შეიძლება რიგითი მოქალაქისთვის ცოტა უფრო რთული აღსაქმელი იყოს. არსებობს იქვე ლეგენდა და მარტივი ფერების საშუალებით გვაქვს 5 გრადაცია, არის ძალიან კარგი ცისფერი, მწვანე, კარგი, საშუალო, ცუდი და ძალიან ცუდი და მარტივად თქვენ აი ამ ქალაქს თუ ასე ვთქვათ, დააწყაპებთ, დაინახავთ, მერე გაიშლება უკვე რა თქმა უნდა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია, თუმცა ფერის მიხედვით თქვენ ძალიან მარტივად აღიქვამთ დღეს როგორი მდგომარეობა გვაქვს ამ მიმდინარე საათზე, რომელიც შეიძლება შეიცვალოს და ასევე ვიტყვი, რომ ამავე პორტალზე არის ჯანდაცვითი რეკომენდაციები, რაც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ გვაქვს რაიმე სახის დაავადება ქრონიკული სიტყვაზე, ესეც ძალიან დაკავშირებულია ცხადია ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან და აქვე შეიძლება მოქალაქე გაეცნოს ეს მომზადებულია შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ ცხადია არა გარემოსი, არამედ ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ და აქვე არის პატარა რეკომენდაციები, ვთქვათ, ამ დღეს მოვერიდოთ გარეთ აქტივობებს თუ ასე შემდეგ. ქალბატონო მარინე, თუ არსებობს, ვთქვათ, ისეთი კუთხე, ქალაქი, ვთქვათ, კონკრეტული ლოკაცია, სადაც ყველაზე ნაკლები დაბინძურება ან თითქმის არ არის და რა განაპირობებს ამას, რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ტენდენცია იმისა, რომ თითქოს აი ყოველდღიურ ყოფას დიდი ქალაქებიდან რაღაცა სხვა მიმართულებით გადასვლაზე და თქო ჩაბატკვირის გატარებაზე ან თუნდაც საცხოვრებლად დედაქალაქთან ახლოს შემოგარენში შეიგრძნობა ამ კუთხით თქვათ რა სურათია და რამდენად სწორია გადაწყვეტილება იმისა, რომ ადამიანები თქვათ გადიან შედარებით უფრო ეს თქვათ ნაკლებ დაბინძურებულ ტერიტორიაზე, სადაც თქვათ კომუნიკაციები გადაადგილება, თქვათ ეს ინდუსტრია ნაკლებად წვდებათ, ეს არის თუ არა სწორი გათვლა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით ამ ადამიანების. ძალიან ესე იგი როგორ ვთქვათ, ნამდვილად ახლა მე კიდე ერთხელ გავიმეორებ, რას თქვით, რომ ავტოტრანსპორტის ზეგავლენა ცხადია ჩვენი მონიტორინგის შედეგებში აისახება და მიმართულია ღონისძიებებით სწორედ
ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და თქვენ კარგად ახსენეთ კოვიდის მაგალითი მე ძალიან მომწონს ხოლმე ამ მაგალითის მოყვანა მართლაც როდესაც აი ეს ლოკდაუნი რაც იყო ორთვიანი მომენტალურად ამოისუნთქა სოფლიომ შეიძლება ითქვას ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა ცხადია სტატისტიკურად ანალიზები და მე მოვიყვანა ევროპის გარემოს სააგენტო ასევე გააკეთა ეს კვლევა და მნიშვნელოვნად იყო პრაქტიკულად აზოტის დიოქსიდი აი ზუსტად რომელიც ავტოტრანსპორტთან და ტრანსპორტის საშუალებების გამონაბოლქვთან არის დაკავშირებული თითქმის განახევრდა ანუ და დაიწყო იგივე იყო საქართველოში ცხადია და ყოველთვის ვამბობ ერთადერთი პოზიტიური რაც ქონდა შეიძლება ითქვას ამ კოვიდის პანდემიას იყო ეს რომ ნამდვილად დავინახეთ კარგად კიდე ერთხელ დიდი ასე ვთქვათ მასშტაბით როგორ მოქმედებს ანთროპოგენური ზეგავლენა ჰაერის ხარისხზე და კარგი გვარიანი თოვლიც ვაჩუქა მაშინ მახსოვს რა თქმა უნდა იყო ნამდვილად ეს ყველა ევროპის დიდ ქალაქებში მათ შორის ყველა დადოკლევა იგივე პარიზი და ასე შემდეგ მოგეხსენებათ იქაც არის ასეთი ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები ყველგან აისახა ეს დადებითად და რაც შეეხება სხვა მხრივ ხა ჩვენ ასე გვაქვს ბუნებრივად აი მაგალითად ტრანსსაზღვრო დაბინძურება პერიოდულად რომელიც საქართველოს ხანდახან ყველა რეგიონს მოედება ხოლმე ანუ ვერ იტყვით რომ იმიტომ რომ ეს არის შემოჭრა ბუნებრივი ასე ვთქვათ და ყველა სადგური აფიქსირებს ხოლმე ეს ასევე ჰაერის ხარისხის პორტალზე ჩვენ პერიოდულად ვდებთ ხოლმე ამ განცხადებას არის ხოლმე რომ აი ყველა სადგური გაწიგდება ანუ ისეთ ადგილებში სადაც მაგალითად ნამდვილად როგორც თქვენ ბრძანებთ არანაირი ზეგავლენა არ არის ფონურია და ამ დროს ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიზავთ უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ მეცნიერულად დასაბუთებულად მოწმდება ეს რომ ნამდვილად ტრანსსაზღვრო შემოჭრის ბრალია და არა ლოკალური დაბინძურება ესე იგი ამას მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აკონტროლებს უწევს მონიტორინგს და პროგნოზირებას რა მოვლენაა ეს მარტივად გასაგები რომ იყოს ეხლა ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე პერიოდულად შეიძლება შეიქმნას ისეთი სინოპტიკური სიტუაცია რომ არაბეთის ნახევარკუნძულის ან აზიის უდაბნოებიდან ანუ საქართველოს სამხრეთიდან ან სამხრეთ აღმოსავლეთიდან დაიწყოს აი ამ უდაბნოს მტვრის მასების გადმოტანა ჩვენ ტერიტორიაზე ანუ არის ეს მაღალ ფენებში და შემდეგ ზოგადად აი როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აღნიშნავს 150-მდე ქვეყანას აზარალებს ეს იმიტომ რომ ეს შეიძლება გადაადგინენ 100-ულობით და 1000 კილომეტრითაც კი რაც ცხადია ეხლა იმ ქვეყნებში ახლო მდებარე უფრო კიდე დიდ პრობლემებს იწვევს იცით თქვენ მხედველობის შემცირების გამო ზოგჯერ აეროპორტები იკეტება ეკონომიკას აზიანებს ჯანმრთელობას შესაბამისად ჩვენც ვაკონტროლებთ ამ მდგომარეობას და როდესაც ასეთი სინოპტიკური სიტუაცია ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი გვიდასტურებს რომ ნამდვილად ხდება საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანა ამ მასების და ვდებთ ხოლმე განცხადებას აი ბოლო ეხლა გვქონდა 25 დეკემბრიდან იყო იანვარში საკმაოდ ბევრი დღე იყო და როდესაც თავდება ეს ეპიზოდი ეწოდება შემოჭრის ეპიზოდი ამ განცხადებას მე ჩვენ ავიღებთ ამასაც შეუძლიათ მიადევნონ თვალი დაინტერესებულმა პირებმა ჩვენის ამ პორტალზე რომელიც ასე იგი როგორც მივხვდი ეს ტრანსსაზღვრო დაბინძურება თქვათ შეიძლება დაფიქსირდეს კურორტზე დაყენებულ თქვათ სადგურზეც კი გაწითლდეს და როგგონია რომ ყველაზე დაცული ხარ ამ დროს ხო შეიძლება მსგავსი ნაწილაკები მაღალი იყოს რაც ძალიან ასე ვთქვათ საყურადღებოა ნამდვილად თქვენ ფაქტობრივად გაიხსენეთ პირველი პერიოდი, როდესაც თქვენს კოლეგებს 60-იან წლებში უწევდათ ხელით მუშაობა ამ ასე ვთქვათ საკითხების გასარკვევად, ახლა ეს არის ავტომატიზირებული. რამდენად ვითარდება დარგი დინამიკაში, საიმისოდ რომ ვთქვათ ახალი მოცემულობა დგება, ახალი გამოწვევები, ახალი მიზნები აქვს კაცობრიობას, ნანოტექნოლოგიებმა ჩვენი ცხოვრება ფაქტობრივად შეცვალა. დარგი როგორ მიყვება ამას?
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ნამდვილად ეს არის დარგი, რომელიც არ ჩერდება, ვერ გაჩერდება, უბრალოდ ცხადია. პირველი რაც მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თვითონ მონიტორინგის ქსელის გაფართოებაც იგეგმება. ანუ ეს ფაქტია, რაც მეტი გაქვს სადგური, რა თქმა უნდა, უკეთესად ფლობ ინფორმაციას, იგივე საგზაო რუკა, რომელიც აღვნიშნეთ ჩვენ იმ საგზაო რუკის მიხედვით ჩვენ კიდევ გვესაჭიროება ახალი სადგურები და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მიმდინარე პროექტი ატმოსფერული ჰაერი მოქალაქეთა უკეთესი ჯანმრთელობისთვის ასეთი პროექტია. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ დაგვემატება ქსელში კიდევ 9 ახალი სადგური და პრაქტიკულად აი საგზაო რუკის შესაბამისად თლიანად გვექნება დაფარული ანუ მოცული. ეს არის უპირველესი, რომ სადგურები კიდევ გვემატება და 8 უკვე ახალია და დაემატება. არა, ჩვენ კიდევ გქონდა იმ 8 სადგურამდე, ანუ ზოგადად ჩვენ დღეს ქსელი მოიცავს 15 ავტომატურ სადგურს, რომელიც ინფორმაცია არის პორტალზე, სამობილურ სადგურს და კიდე დაგვემატება 9 სადგური, ანუ ზოგადად საგზაო რუკის მიხედვით ჩვენ დაგქონდეს 27 სადგური და მთლიანად დაიფარება. გარდა ამისა, თვითონ ასე ვთქვათ საერთაშორისო სტანდარტებიც ამატებს გარკვეულად პარამეტრებს, ანუ დღეს თუ ისაზღვრება აი რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ პარამეტრები, აუცილებელი ხდება თანდათან მეცნიერება წინ მიდის, ტექნიკა წინ მიდის და ვთქვათ ახალი პარამეტრების განსაზღვრა. შესაბამისად ჯერ ხდება ხოლმე ამის ასე ვთქვათ დატესტვა გარკვეულ პროექტებში სამეცნიერო კვლევები და შემდეგ ინერგება უკვე სახელმწიფო მონიტორინგის დონეზე. თუმცა ჯერ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით. გარდა ამისა მე რაც ჩამოვთვალე პარამეტრები ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს სადგურებზე განთავსებული გრავიმეტრული ხელსაწყოები, სადაც ასევე ხდება ფილტრების აღება და გადატანა ლაბორატორიაში, თუმცა ეს არის სადაც ერთწლიანი ნორმატივი გვაქვს, ანუ და არ არის აუცილებელი, რომ იმ პერიოდში ზუსტად ამ საათზე ვიცოდეთ, იმიტომ რომ ნახეთ თვითონ შედეგებიც რის მიხედვით ფასდება, ხო, არსებობს დადგენილი სტანდარტი, რომელიც ზოგიერთი პარამეტრისთვის ამბობს, რომ 1 საათის განმავლობაში აი ამ და ამ კონცენტრაციას არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთი მაგალითად ოზონს აქვს 8 საათიანი სტანდარტი, ანუ 8 საათი უნდა ზომავდე და მე შეგიძლია თქვა აღემატებოდა თუ არა. ზოგიერთს აქვს 1 წლიანი. შესაბამისად ეს მონიტორინგიც realmente მორგებულია ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც გვავალდებულობს ზომოთ ეს პარამეტრი და შეფასების სისტემა. ბატონო, ვინც გვისმენს და ვინც გვიყურებს, ბოლო შეკითხვას დავსვამ, ალბათ ახლა აინტერესებს ეს მაჩვენებლები ნორმაშია თუ არა, რაიმე საგანგაშო ხომ არ ხდება და იქნებ ამასაც მიცეთ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მე გეტყვით, რომ ვიდრე შემოვიდოდით, რა თქმა უნდა, ეთერში გადავხედე კიდე ერთხელ ჰაერის ხარისხის პორტალს, ну დღეს ისეთი დღე არის, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ საქართველოში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს დღეს, იქით მწვანეა სადგურები, აქეთ ცოტა ჯერჯერობით არის რაღაც გარკვეული პარამეტრები მომატებული, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, ყოველსაათობრივად ეს მონაცემი იცვლება და ასევე აუცილებლად ბოლოსში აი მომავალზეც რო ვთქვათ, ის 2 წლის შემდეგ 27 წლიდან ჩვენ გვექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომ სააგენტოს ექნება არა მხოლოდ მონიტორინგი, რასაც დღეს ვახორციელებთ, არამედ დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პროგნოზირება. ანუ ჩვენ გვექნება ისევე როგორც ამინდის პროგნოზს, გაცნობთ სააგენტო ინსტრებით, მოგახსენოთ მომდევნო დღეებში როგორი ჰაერი იქნება და თქვენ რაც ბრძანებთ აი კურორტებზე წასვლა და ტრანსსაზღვრო შემოჭრა იქნება თუ არა, უკვე წინასწარ იქნება ცნობილი. ეს უკვე 27 წლიდან. 27 წლიდან მუშაობთ ამ მიმართულებით, რომ დაინერგოს. დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს ყურადღებისთვის.